მოგესალმებით და ვნახოთ დღეს ესეთი გაშლა, პაუზა თუ დასასრული, ხო? შეიძლება ადამიანები რაღაცა დროებით გავიდნენ ურთიერთობიდან, შესაძლებელია სამუდამოდ, ყოველ შემთხვევაში თუ ხართ მსგავს გაურკვევლობაში, ვნახოთ პაუზა თუ დასასრული. ძალიან რთულია ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღება. ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა აქვს ადამიანს. შეიძლება აღებული და ვეღარ ახერხებს თავის ცხოვრების რაღაცა ეტაპების დაალაგებას. მეორე მხრივ თვითონ ამ ადამიანისთვის ძალიან რთული არის გადაწყვეტილების მიღება თქვენს ურთიერთობაზე. დასრულება გააკეთოს თუ რაღაცა განაგრძოს. ყოველ შემთხვევაში, სირთულე არის თქვენს ურთიერთობაში. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს მას სურს გააგრძელოს ურთიერთობა. ეს არ არის დასასრული, ეს არის პაუზა, იმიტომ რომ ადამიანმა რამენაირად შეძლოს და თავისი პრობლემები დაალაგოს, ხო, თავისი სიტუაციები, რომელიც შეიძლება ითქვას გააჩნია, არა, ყველას თავისი სიტუაცია აქვს, იმის მიხედვით, ხო, ჯერ დაალაგოს თავისი მდგომარეობა. ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს და ძალიან ბევრ ანალიზს უკეთებს ურთიერთობასაც. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის დაშორება, ამ ეტაპზე უბრალოდ არის პაუზა, როდესაც ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ განვითარდეს თქვენი ურთიერთობა, ხო? რატო არის? მოდით ვნახოთ, რახან ესე სირთულით დაიწყო ამ ადამიანმა, რა აქვს ისეთი გადასაწყვეტი, რასაც ვერ წყვიტავს და რთულია ამ ყველაფერთან გამკლავება. იცით რა არის, ადამიანს თუ რაღაცა პრობლემები აქვს მატერიალურთან დაკავშირებით, ხო, ეს ადამიანი ცდილობს, რომ ჯერ ეს მატერიალური პრობლემები უნდა მოაგვაროს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, ხო? მას უჭირს ნაბიჯების გადადგმა, მას უჭირს რაღაცა ცვლილებების მიღება. ნახეთ, როგორი მომენტია, შესაძლებელია მარტო მატერიალურად იყოს ადამიანს კონდეს რაღაცა სულიერი მდგომარეობის პრობლემებიც, ხო? სულიერი მდგომარეობა ხო მაინდა-მაინც რაღაც შეიძლება ისეთი სირთულე არ იყოს, მაგრამ რაღაცა პრობლემები თავისი პრობლემები ხვდებით, აი კონკრეტულად მისი პრობლემები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთის მხრივ კიდე შესაძლებელია, რომ ადამიანი თქვათ შეიძლება იყოს ისეთ ასაკში და ისეთ მდგომარეობაში, რომ ამ ადამიანისთვის ძალიან რთული იყოს ესე რაღაცა ცვლილებების გაკეთება ამ ასაკში, ხო, არის ესეთი შემთხვევა. იმიტომ რომ ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს ურთიერთობები, უნდა ისწავლოს თანაცხოვრება, უნდა ისწავლოს რაღაცა კონკრეტული ქმედებები ურთიერთობისთვის, რაც ცოტა ჯერჯერობით მისთვის მიუღებელია და ძალიან სირთულეა.